მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ჩვენი უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას, სადაც ხორციელდება კახეთის რეგიონის ნიადაგების აგროქიმიური კვლევა. ხდება ასევე აი ამ ნიადაგის მასალებიდან მიკროორგანიზმების გამოყოფა და მათი შესწავლა, როგორც კულტურალურ-მორფოლოგიური, ასევე ბიოქიმიური თვისებების შესწავლა. ეს კვლევა შემდეგ უკვე ხორციელდება და გრძელდება ბიოლოგიის ლაბორატორიაში, რომელსაც ასევე წარმოგიდგენთ შემდეგ ჩვენი მიკრობიოლოგი ქალბატონი ლაურა. აქ არის ყველა ის ხელსაწყო, რაც საჭიროა ნიადაგების აგროქიმიური კვლევისთვის. გვაქვს სანჯღეველა, გვაქვს სასწორები, არის ამწოვი კარადა, აგერ გვაქვს ასევე ტრინოკულარული მიკროსკოპი, რომლითაც ხდება შესწავლა და არის ყველა ის საშუალება, რითაც უნდა მოხდეს ნიადაგების გამოკვლევა. 2013-2017 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კერძოდ ჩვენი ფაკულტეტი მონაწილეობას იღებდა ამიერკავკასიის საგრანტო პროექტში. სახელწოდება ამ პროექტის იყო ჰემატოლოგიის კურიკულუმის განვითარება და დამყარება მედიცინის და ბიოლოგიის მეცნიერებებში. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევიძინეთ აი ეს სისხლის ანალიზატორი, ავტომატური სისხლის ანალიზატორი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ საზღვაოთ სისხლის საერთო ანალიზი. მოსახმარებლად საკმაოდ მარტივია, სამაგიეროდ ინფორმატიულად ძალიან სრულყოფილ ინფორმაციას გვაძლევს ეს აპარატი. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს იგი. გვაძლევს ბრძანებას აპარატს. აპარატი ამბობს ცნარებს ჩასაფრთხად. ვირჩევთ ახალს შეყვავს მონაცემები პაციენტის ID, ასაკი, სქესი. შეგვიძლია შევიყვანოთ ექიმის გვარი და სახელი. თუ რაიმე კომენტარები გვაქვს შესაყვანი, ისიც შეგვიძლია შევიტანოთ ამ აპარატში, თქვათ რა დაავადება ან რატომ შეყვავს. მოკლე კომენტარები რა თქმა უნდა. შევდივართ ოპციებში. შესაძლებლობას გვაძლევს აპარატი, რომ ამოვირჩიოთ რა სახის ანალიზი უნდა ჩავატაროთ. შეგვიძლია მაგალითად მხოლოდ ლეიკოციტების ფორმულა მივცეთ,
შეგვიძლია სხვა რაღაც პარამეტრები მივცეთ. შევდივართ ისევ გვათავსებთ სისხლს. ახლა აპარატის საზღვრავს ჯერ ლეიკოციტებს. გადავიდა ჰემოგლობინის განსაზღვრავზე. გაწმენდა სისტემას ხსნარით. გადავიდა უკვე ერითროციტების განსაზღვრაზე, მას შემდეგ რაც გაწმენდა სისტემა. ფაქტობრივად უკვე დასრულებულია ჩვენი ანალიზი. ახლა ჩვენ შეგვიძლია ამოვიბეჭდოთ უკვე შედეგები. ანალიზი დასრულებულია. სინჯარის მოთავსება არ დაგვაუწყდეს სპეციალურ კონტეინერში. ფაქტობრივად ანალიზი უკვე დასრულებულია. ხედავთ, როგორ სწრაფად მოხდა ჩატარება ამ ანალიზის. დღეს გადავცნობთ ELISA მეთოდს, ეგრეთ წოდებულ ELISA მეთოდს, რომელიც წარმოადგენს იმუნოლოგიურ ლაბორატორიულ მაღალ სპეციფიურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია რაოდენობრივად და ხარისხობრივად განვასხვაოთ სხვადასხვა დაბალმოლეკულური და მაღალმოლეკულური სუბსტანციები. ELISA, ანუ იგივე იმუნოფერმენტული მეთოდი, ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, ფარმაკოლოგიაში, ვირუსოლოგიაში, მიკრობიოლოგიაში, კვების მრეწველობაში, ანალიზურ ქიმიაში, სოფლის მეურნეობაში, გარემოძასვაში და რა თქმა უნდა სამეცნიერო მუშაობაში. ELISA, ანუ იგივე იმუნოფერმენტული მეთოდი დამყარებულია ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედების პრინციპზე. თქვენ იცით, რომ თუ კი ინვიტრო ან ინვიო არსებობს ანტიგენი და მისთვის სპეციფიური ანტისხეული, ისინი აუცილებლად ურთიერთქმედებაში შევლენ ერთმანეთთან და წარმოქმნიან ეგრეთ წოდებულ ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსს. იმის და მიხედვით თუ როგორი მეთოდიკით მიმდინარეობს ეს ELISA, ანუ იგივე იმუნოფერმენტული მეთოდი, განასხვავებენ პირდაპირს და არაპირდაპირს. იმის და მიხედვით თუ რომელ ფერმენტს გამოვიყენებთ ანალიზის მსვლელობაში და რა მეთოდით მოვახდენთ მის რეგისტრაციას, განასხვავებენ უკვე სხვადასხვა საკვებებს იმუნოფერმენტული მეთოდისა. ეს შეიძლება იყოს ფოტომეტრული, ეს შეიძლება იყოს ფლუორესცენტული, ეს შეიძლება იყოს ქემო და ბიოფლუორესცენტული, ელექტრული და ასე შემდეგ.
შედარებით ყველაზე მარტივი სახე იმუნოფერმენტული მეთოდისა ეს არის პირდაპირი იმუნოფერმენტული მეთოდი, რომლის დროსაც ფოსოში შეყვავს ანტიგენი, საკვლევი ანტიგენი, ვახდენთ მის ინკუბაციას, შემდეგ შეყვავს მისთვის სპეციფიური ანტისხეული. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ანტიგენი ერთისხრივ სპეციფიურია თავისი ანტიგენის მიმართ, მაგრამ ის წინასწარ მონიშნულია ნიშნულით რაღაცა სუბსტანციით, რომელიც შეყვანილი ყავს წინასწარ ანტისხეულში და რომელსაც შემდგომში უკვე მიუკავშირდება ის ფერმენტი, რომელსაც ვიყენებთ ანალიზის ცვლილების დროს. ესე იგი, პირდაპირი ელაიზას დროს შეყვავს ანტიგენი. ვახდენთ ინკუბაციას იმისათვის, რომ ანტიგენი მიუკავშირდეს მყარად ფოსოს, შემდეგ ვამატებთ ჭარბი რაოდენობით უკვე მონიშნულ ანტისხეულებს, ისევ ვახდენთ ინკუბაციას, ჭარბ ანტისხეულებს გადავყურეთ დეკანტაციას ვახდენთ ჭარბი ანტისხეულებისას და უკვე შემდგომში შეყვავს ის ფერმენტი, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტულად ამ ანალიზის დროს. ფერმენტის როლი ამ მეთოდში. ზუსტად სწორედ ფერმენტის აღრიცხვა ხდება რაოდენობრივად და ხარისხობრივად, აი იმ მეთოდების მეშვეობით, რომელიც მე უკვე წინასწარ ჩამოგითვალეთ, ეს იქნება ლუმინესცენტური, ეს იქნება ფოტომეტრული თუ სხვა მეთოდების მეშვეობით. საკმაოდ მცირე რაოდენობის ფერმენტის აღრიცხვა შეგვიძლია. თუ ხსნარში, საკვლევ ხსნარში, მაგალითად ეს ფერმენტი უკვე გამოკვლევ ხსნარში გვექნება 10-21 ხარისხში 1 მოლში, ეს საკმაოდ ძალიან გრძნობიარე მეთოდი გამოდის. ამიტომაც ასე ხშირად იყენებენ ამ მეთოდს. დღეს უნდა ჩავატაროთ თირეოტროპული ჰორმონის კვლევა ელაიზა აპარატით. ამ შემთხვევაში ფოსოში წინასწარ მოთავსებულია ანტისხეულები, რომლებიც სპეციფიურია TSH-ში, ანუ თირეოტროპული ჰორმონის მიმართ. ანუ მეორე ნაირსახეობაა ელაიზა მეთოდის. წარმოგიდგენთ ელაიზა აპარატის მუშაობას, ქალბატონი ნინო დაგვეხმარება ცდის ჩატარებაში. აპარატი ჩავხდით, შევდივართ მენიუში, ვირჩევთ ტესტს. აპარატ ჭირდება საინკუბაციო პერიოდი. ვაძლევთ აპარატს ახალს, ვირჩევთ ჩვენთვის საჭირო ტესტს. ამ შემთხვევაში ჩატარებული გვაქვს ექსპერიმენტი თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა და ვირჩევთ შესაბამის ტესტის დასახელებას. TSH
თირეოტროპული ჰორმონი ვეთანხმებით. წინასწარ გამზადებული გვაქვს ექსპერიმენტი და შესაბამის რუნკებს აღნიშნავთ ტაბლოზე. პირველი გვაქვს ბლანკი, ვირჩევთ ბლანკს, აღნიშნავთ შესაბამის უჯრას. შემდეგ ვირჩევთ სტანდარტებს. ექსპერიმენტში დადგმული გვაქვს 6 სტანდარტი. და გვაქვს ჩატარებული ექსპერიმენტი 2 სისხლზე. ვირჩევთ სისხლს, samples, ნიმუშებს. და ვაცლებთ starts. აპარატმა მოახდინა აბსორბციების საკითხვა, დაგვიწერა შედეგები, ვეთანხმებით და შედეგებს ვინახავთ. შემდგომ გამოვდივართ. და გამოვთავთ აპარატს. ეს არის თერმოსტატი, რომელშიც ვახდენთ მიკროორგანიზმების ინკუბაციას, გამოყოფილ მიკროორგანიზმების ინკუბაციას. თხევადანის საკობარეზე. აქედან ეს არის ანალიზური სასწორი, რომელზედაც წონით იმ ნივთიერებებს თუ რაზე გვინდა რომ დავთესოთ და გავაკეთოთ შემდგომი გზა. ესეც გვაქვს თერმოსტატი, უკვე ჩართული ხო, ეს არის ცენტრიფუგა, რომელზედაც ასევე გარკვეული ბრუნების დაყენებით ვაკეთებთ ცენტრიფუგირებას. საშრობი კარადა, ეს არის ექსიკატორი, რომელშიც ვინახავთ მასალას, რომ ნიადაგს, რომელიც არ გვინდა რომ დანესტიანდეს. და შემდგომი უკვე აღებული მასალის კვლევას ვახდენთ მიკროსკოპში. გვაქვს ბინოკულარი, რომელზედაც ხდება პრეპარატების გასინჯვა იმისთვის, თუ ხوار დაგვიბინძურდა ნათესი. ეს არის გამოსახდელი აპარატი, რომელსაც დისტილატი აუცილებელია ჩვენი მუშაობისთვის. გვაქვს ყოველთვის ჩართული და ხდით წყალს. ეს არის ავტოკლავი ჩვენი ლაბორატორიის, რომელშიც ხდება აღებული ნიადაგი და გამოყოფილი მიკროორგანიზმების თვის სავალი არეების მომზადება, სტერილიზაცია, სხვადასხვა ატმოსფერულ წყნელაზე და შემდეგ უკვე გამზადებული მასალა გადაგვაქვს მეორე ლაბორატორიაში, სადაც ხდება უკვე დათესვა, იმას იქით გაჩვენებთ. ეს არის ჩვენი ბიოლოგიური ლაბორატორია, სადაც სტუდენტები ეუფლებიან მიკრობიოლოგიის კვლევის მეთოდებს, ნიადაგების სტერილიზაციის მეთოდებს. სტერილიზატორი იქეთ ნახეთ უკვე და
გავასტერილეთ, გასტერილებული მასალა გადმოგვაქვს მე აქეთ ლაბორატორიაში, ხდება პეტრის ფინჯნებზე ჩამოსხმა, თუ არ გვინდა სტერილიზაცია, ხდება ცენტრიფუგირება, სუპერნატანტი იღვრება და ნალექი ითესება მე პეტრის ფინჯნებზე, აგერ უკვე გვაქვს ჩამოსხმული ნიადაგები, რომელზედაც ხდება იმ შესაბამისი მიკროორგანიზმის დათესვა, რომელზედაც გამზადებული გვაქვს ნიადაგი, კერძოდ ძირითადად მუშაობთ ნიადაგებზე, მოგახსენეთ, რომ ნიადაგიდან გამოყოფილი მიკროორგანიზმები, რომლებიც დეგრადირებაში მონაწილეობენ, ანუ ბიორემედიაციას ვახდენთ და დეგრადაციის გამომწვევი, ან პესტიციდების მადეგრადირებელი მიკროორგანიზმები ითესება საკვებ არეებზე, იქედან მერე ვარჩევთ კარგ კოლონიებს, ანუ იზოლირებულ კოლონიას. იზოლირებული კოლონია ისინჯება მიკროსკოპში, გვაქვს როგორც ბინოკულარი, ისე ტრინოკულარი მიკროსკოპები. შესაბამისი სურათები შეიძლება გადავიღოთ მასზე და შემდეგ სურათებით ვიმსჯელოთ იმ მიკროორგანიზმზე, რომელიც გამოყოფილი გვაქვს და ასევე ხდება მიკროორგანიზმების გამოყოფილი მიკროორგანიზმების შენახვა და შემდეგ მასზე ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვა. კერძოდ შეგვიძლია ჩავატაროთ ჭრელი რიგი, რომელიც შაქრების მოხმარებაზეა დამოკიდებული, ძირითადად სტუდენტებისთვის მოკლე რიგს ვაკეთებთ ხოლმე და ლაქტოზა, გალაქტოზა, გლუკოზა, მანტოზა, ფრუქტოზას ვიყენებთ. დანარჩენი თუ კვლევისთვის გჭირდება მაგისტრი თუ მოსულია და მაგისტრი თუ იკვლევს ამ მასალას, ის უკვე გრძელი რიგს აკეთებს შაქრებისას. აი ეს რაც ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ, რა თქმა უნდა, აქ კეთდება კიდე სამაგისტრო ნაშრომით, საბაკალავრო ნაშრომები და ძირითადად კვლევის ტექნიკა, მიკროსკოპზე მუშაობა და საკვები არეების მომზადებაზე არიან ორიენტირებული ჩვენი სტუდენტები. ხო, რა თქმა უნდა, კიდე ყველა და დათესილი მასალის ინკუბაცია ხდება თერმოსტატში. ეს არის თერმოსტატი, რომელზედაც მინიშნებული გვაქვს ტემპერატურა. ნიადაგიდან გამოყოფილი მიკროორგანიზმები 25 გრადუს ტემპერატურაზე იზრდებიან, ხოლო თუ ადამიანის მიკროფლორაა გამოყოფილი ან ჰაერიდან გამოყოფილი მიკროფლორა, მაშინ ის 37 გრადუსზე უნდა მოხდეს მათი ინკუბაცია. ადამიანის შესაბამის ტემპერატურასთან დამოკიდებული. სულ ახლახანს ჩვენს ლაბორატორიაში ემატებდა ერთი საკმაოდ ღირებული ხელსაწყო, ეს არის სითხური ქრომატოგრაფი ტიპი TG270-20A, რომელიც ჯერ კიდევ გამოცდის პერიოდშია და არ დატვირთულა, იმიტომ რომ ვერ მოვახერხეთ ამისი ამუშავება, მაგრამ გამოცდილია და მასზე რამოდენიმე ანალიზის ჩატარება მოვახდენთ, როგორც მოგეხსენებათ, სითხური ქრომატოგრაფია აკეთებს ნარევების დაყოფას და ამა თუ იმ ნივთიერებების ქიმიური ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას. ანუ ეს ანალიზ ქრომატოგრაფიც ერთ-ერთი საკმაოდ ღირებული შენაძენია ჩვენი ლაბორატორიისთვის. ლაბორატორია. წარმოგიდგენთ ქიმიის ლაბორატორიას. ალბათონი დარეჯან მოგზავნით აბა ანალიზური სასწავლი აგერ საკმაოდ ზუსტი სასწავლი
ანალიზური სასწავლი გახსნათ. ხო, ეს როდესაც არეები გვინდა არეების პH-ი გავზომოთ, pH მეტრი გავზომი, რომელიც მოქმედია, რეაქტივები აწონა, ძირითადად ის ქიმიური ამწოვი, დისტილაციას ვაკეთებთ ხოლმე წყლის, თერმოსტატიც გამწვევია, თერმოსტატია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს ჩვენი უნივერსიტეტიც, პროექტის სახელწოდებაა ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდებისათვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. უახლოეს ხანებში იგეგმება ახალი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის შექმნა, სადაც დამონტაჟდება ბიოუსაფრთხოების კარადა, აი წარმოგიდგენთ სწორედ ამჯერად მომავალი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის გეგმას, რომელიც უკვე შემუშავებულია პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსების შექმნით და გარდა ამისა პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის კავშირის გაუმჯობესებას ონლაინ დასაქმების და პროფორიენტაციის ჰაბის შექმნით. ახლად შექმნილი ლაბორატორია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კვლევით მუშაობას და ასევე სტუდენტებისთვის ეს იქნება საუკეთესო საშუალება, რათა შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფორს-მაჟორულ ვითარებაში შევეცადეთ მცირე ექსკურსი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ თქვენ წარმოდგენა გქონოდათ, თუ რა სახის ლაბორატორიები ფუნქციონირებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდი მადლობა დათმობილი დროისა და ყურადღებისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას.